სალამი ძვირფასო გამომწერებო, ტრადიციულად პარასკევის საღამო დადგა, პასრი დისკუსიებიც, რა ქვია, შემოიხოდა თუ ჩაირთო თუ. როგორ ეძახიან ხოლმე, გადაცემა რო იწყება? ეთერშია 9 საათის კორიერი. ეთერშია პასრი დისკუსიები გიორგისთან და მიხეილთან ერთად. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება, ჯერ გამარჯობა ბატონო გიორგი. უცნაურად უნდა ხუმრობა იქით იყოს, უნდა დავამუღამო აი იმენა წამყვანური ის რა. მიდი. და შეიძლება შემდეგ იმიდან გარსტუკი გავიკეთო და ესე მოვიდე ხოლმე და ესე ხელები ხო ესე უწყობთ. მე შენთან ვარ მიხეილ. ხერხებს დავაწყობ. ესე ხოზიან ანუ ისინი. აჰა და სურათიც დავждოთ ხოლმე და აჰა სურათიც ეგვექნება რა. ატივცემულო გაარხის გამომწერებო, სხვათა შორის ბოლო პერიოდში რაღაცნაირად იკლო გამოწერებმა და გამოვიწეროთ არხი მეგობრებო და დღევანდელ თემას რაც შეეხება. ესე იგი, დღეს იქნება შერეული, ასე ვთქვათ, თემატიკა. რამოდენიმე საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ. ეს არის რაღაცა ჩვენი სამოყვარულო ხედვა სხვადასხვა ტიპის ფოლადებზე და თავარი და საინტერესო ალბათ იქნება ერთი კონკრეტული დანის კი. როგორც აღმოჩნდა ჩვენს გამომწერებს, დაშლა აწყობა. ხო, დაშლა აწყობა ნაყვარება. ნაყვარება, კი, ნამდვილად. სიმართლე გითხრა, დასაშლელიდან დამავიწყდა. მასაპირებდი ისე. მაიკროტეკი. რომელს? UTX 85 დაგვიბრუნა მომხმარებელმა არ მუშაობს. და სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე რატო არ მუშაობს და მეთქი აქვე დავშლი, მეთქი თან ახალი ვერსია ორზამბარაზე რა და ბარემ ერთად შევხედავდით, ავაწყობდით ისევ და თუ რამეს გავარკვევდით, აქვე გავარკვევდით ერთად. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მუდმივად მაიკროტეკის დაშლა აწყობა რა არის? გაფუჭებული ეგ ქონდა ეხლა რა და. გააკეთე სახელოსნოში. ვერ გავაკეთე და მეთქი მეორე დაგდავშლით ხო. ნახოთ. ნუ ახლა ვერ გავუკეთებინა, მე დაგვიწერდნენ, ამათ არიციან არაფერიო. მაგაზე არც მუშაობ. კაი, მოკლედ შემდეგზე მაინც დავშლი იმას. არც დարձავა ის მაიკროტეკი. დღეს რა დანა გვაქვს დასაშავად, ბატონო გიორგი? დღეს გვაქვს გეგის დანა ენდურა 4 სპაიდერკოს ძალიან ბევრი შეიძლება აქ ცალკე ილაპარაკო. მოკლედ ყველა დანას თავისი სპეციფიკა აქვს და საინტერესო ნიუანსები აქვს სპაიდერკოს დაშლა აწყობას. სიმართლე გითხრა, ბეკლოკი არ მახსოვს და ეგეც საინტერესო იქნება. ახლა მე შევძლებთ თუ არა მარტივად აწყობას თან, იმიტომ რომ ეს ნაწნავი აქვს, ამას არ გადავჭრი ახლა. და ნახოთ. ერთი კითხვა მინდა დავისვათ თუ არ ჩავსვათ, ხო? ძალიან მოდაში არის ხომ ესეთი სხვადასხვა ენის მაყურებლებში YouTube-ზე არის ხომ ესე რომ თქვათ რამოდენ სამი დანა რომელიც მთელი ცხოვრება გაყვება. რაც მაგ ხვდები რა ტიპის ვიდეოებზე მაქვს ლაპარაკი რა. კაი. როდესაც თქვათ სხვადასხვა YouTuber-ი აქცენტს აკეთებს იმაზე რომ ანუ დანა არის რაღაც ხანგრძლივი მოხმარებისთვის განკუთვნილი რა და თითქმის ყველა Endura 4-ს მაქსიაში აქცევს. რომ ანუ დანა მთელი ცხოვრება ერთი დანა რო ადამიანმა გამოიყენო ნავსიუს ჟიზნ რა რო იტყვიან რა whole life. კარგი. ემხრობი მაგ აზრს რომ ანუ Endura შეიძლება იყოს ის დანა რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს ქალაქის პირობებში მაქსიმალურად დაუკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. იცი რა, ძალიან განებივრებულები ვართ. ანუ უამრავი დანა არის ეგეთი, რომელიც დაუკმაყოფილებს და ეყოფა. ეხლა Endura-ს რატო იძახიან, სიმართლე გითხრა, შეიძლება ცოტა ძველი ისინი რა დავარქვა. ვისაც თქვათ, ჩვენ ახალი თაობა შეიძლება უფრო განებივრებულები ვართ რა თორე. მე მაგალითად Endura-ს სამეულში ახლა არ ჩავსვავდი. რო დავიწყო სამეულის კეთება, მე მგონია რომ ახლა Endura შეიძლება ამომიტივტივდეს, მაგრამ სხვა მოდელებს შევარჩევ. თუმცა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი არის უკვე. მაშინ მე ერთი ეგეთ ვიდეო ჩავწეროთ. სამი დანა, რომელსაც სამი თუ გინდა იყოს 10. რაღაცა პრინციპი უნდა შეარჩიო მაშინ რა, ვთქვათ. 10 დანა, რომელიც ანუ ადამიანს შეუძლია ამ 10-დან ნებისმიერი აიღოს ერთი დანა და ხანგრძლივ მთელი ცხოვრება შეიძლება, მაგრამ ხო, თუნდაც მთელი ცხოვრება გქონდეს. ანუ ისეთი დანები მოდის ხოლმე გასალესად, აი საბჭოთა კავშირიდან, ბაბუიდან გადმოყოლილი, რომ მთელი ბაბუა მთელი ცხოვრება ხმარობდა და ახლა შვილიშვილსაც უნდა რომ გაულესო და გამოიყენოს. ანუ ის თუ გამოადგა და ის თუ მუშაობს, კი, მოირყა ის, მაგრამ მუშაობს რა. ახლა თანამედროვე დანები ალბათ 99% გაართვეს მაგას თავს. მაგრამ ну ჩვენი გადამოსახედან ჩვენი გემოვნებით კი ბატონო ჩავწეროთ ეგეთი ვიდეო კი ბატონო ერთმანეთს არ უთხრათ ისე გავაკეთოთ და რამდენად განსხვავებულად უყუროთ მე და შენ თქვათ მაგ საკითხს რა კი ბატონო ერთს ვიტყვი სანამ Endura-ზე გადავალთ მიშა აი ეს დანა წინა ვიდეოს მე ცოტა კიდე ვათამაშეთ ხელში და
მეგობრებო, ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე ვინტებზე და ვინტების მოშვებაზე. აი, სანამ წამოვიდოდი სახელოსნოში გადაჭერილი იყო ესა, დარეგულირებული იყო და თუ გამოჩნდება კადრში, შეხედეთ როგორ არის წამოსული, ანუ როგორ მოირყა. ანუ რამდენჯერ გავხსენეთ იმიშა? გაგლიჯი 100 ჯერ? უნდა რომ მაგას არ აქვს, ხო ის? ხო, არ აქვს. შესაბამისად ეგრე ზუსტად რა. შესაბამისად, აი ვინტები არის როგორც აი მანქანაზე საბურავები რა, რაც უნდა მაღალი დონის იყოს მანქანა, საბურავს უნდა ყურადღება. ყველა ვარიანტში ახლა ფეხი უნდა მიარტყა ხოლმე რა. ეს რა მაგარი თემა არის ხო საბურავზე რო. აბარა რომ მიარტყავე ხამე გიტყვი. ხო და. ნუ განსაკუთრებით ფიჯეტ ტიპის დანებზე ხდება ეგ ყველაფერი. მოდი ბარემ გავასწორებ ამასაც და ამაზეც ვიტყვი რამდენიმე მომენტს. იმიტომ რომ მაგასაც ძალიან ბევრი მოდის ხოლმე და თქვათ არ იციან როგორ უნდა გადაუჭიონ. ჩემთვის რო უმარტივესი არის საერთოდ ცუდად არ ჩამithვალთ ამაზე რომ მომიწევს საუბარი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს რაღაცა ვფიქრობ რომ ელემენტარული არის და ბევრისთვის, მაგრამ მაინც ვისაც არ აქვს გამოცდილება, მე როგორ ვახდენ ამის დარეგულირებას. მე ადამიანი რომელიც ვარ ძალიან ხელმრუდი, ჩემთვისაც კი უმარტივესია რა და ეგ ნიშნავს რომ ყველამ უნდა შეძლოს ეგ. ეს წინ ჩემი ხელსაწყოები ვაჩვენე წინაზე, ხო? ახალი გამოვწერე მიშა. ჩამომივა ერთ კვირაში. თავი ვერ შევიკავე. ჩემი სიუსტეა. ხო რაღაცები ინსტრუმენტებს ყიდულობ აუარებას. არა და ეს ჯერ არ ჩამოსვლია. თე ვერ მოვაპირე თავი, მაგრამ სანდრე დრეშოტკა. მოგერა. შევარის და მე ცოტა სხვანაირად აი მე ესენი არ მჭირდება რა და. ხო, სიმართლე გითხრათ, ყულადაც დავაცრევ სიმძიმეს, მაგრამ აი ეს ძალიან მაგარი გამოვწერე ერთი. ტრეშოტკა გამოვწერე და იმას მე გაგიზიარებთ ერთად მოვშალოთ სიმართლე გითხრა დანების თემაში სულ უყურებდი ამებსაც ესეთ რაღაცებსაც სულ უყურებდი ხოლმე შეიძლება ბევრსაც აინტერესებდეს ეგეთი რაღაცები და რა თქმა უნდა მუღამის ამბავია ერთს რო დაშლი აწყობ მე ისტორიო კაი ეს არ გვინდა ავიღეთ ტრეშოტკის ქართული სახელი არ ვიცი ქანჩი ვიცი მაგრამ ტრეშოტკა არ ვიცი ძირითადად გჭირდება ხოლმე T6 T8 მეგობრებო აქ იქნება T8 ტერვა. კაი. ძალიან პატარა როგორ ვთქვა, ცირედით უნდა მოეჭიროს, რომ დანისპირი გასწორდეს. აი ახლა უყურეთ, როგორ ვთქვათ, არეული არის ცენტრი და წესით უნდა აი, წამოვიდა. არ ვიცი ვიდეოში რამდენად გასწორდა, მაგრამ ეგ არის. ახლა უყურეთ, მე რამდენიმენაირად ვამოწმებ ხოლმე, რომ ვთქვათ, ზომაზე არის მიშა გადაჭერილი თუ არ არის ზომაზე. პირველი ახლა ამას ჩამკეტი არ აქვს, ჩამკეტს ვათავისუფლებ ხოლმე და ჩამკეტს რო გავათავისუფლებ, მე ვამოწმებ აქვს თუ არა აი ეს ჰორიზონტალური ლუფტი. ახლა აი კიდევ ოდნავ აქვს დარჩენილი. ძალიან ცუდი არის, როცა დანის პირს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მოაქვს გადაჭერილი და მოძრაობისას რო ეტყობა რომ აი ბურთულები როგორ ტრიალებს. ანუ ცოტათი ზედმეტად რო არის გადაჭერილი, ბურთულები უკვე რო არის მოყოლილი როგორც ალ შაიბას შორის. და ესე რო გახსნდა კეტავ, ის ბურთულა უკვე როგორ ვთქვა, რა კოინებს იკეთებს რა ეს გამოვიყენებ, არ ვიცი რა რაღაც ჩაღრმავებებს იკეთებს რა და რო გადაუჭერ ზედმეტად და უკვე იმ ჩაღრმავებებში უკვე ბურთულა ამოვა, ჩახტება, ამოვა, ჩახტება ესე მოძრაობს და ხელის მოძრაობაზე ეტყობა ხოლმე. შესაბამისად, უნდა იყოს ლუფტი არ უნდა ქონდეს საერთოდ და რაც შეიძლება სუფთად უნდა მოძრაობდეს. ეგ არის ჩემი საზომი, რომ დანა არის ზომაზე დაყენებული. დანარჩენი, როცა ზოგ-ზოგიერთ დანას სიზუსტეები არ აქვს და ეს სიბრტყეები არეული არის. შეიძლება გადაუჭირო, ლუფტი გაჩერდეს, მაგრამ მექანიკა დაკარგოს ხოლმე. ეგ უკვე არის რომ მეუთითებს რომ რაღაცა არეული არის დანების შემთხვევაში. კაი, როცა ზუსტად არის დაყენებული დანა, ბევრად უფრო კარგი მექანიკა აქვს, ბევრად უფრო კარგად მუშაობს. ცოტასაც გადაუჭერ ამას. აჰა, კარგი არის. ეგ არის. პლუს მინუს ცენტრის დატკა შეიძლება ცოტა უნდა შეიძლება დანაც არეული არის. ცენტრის თემასაც სპაიდერკოზე გავივლით. დავიწყო სპაიდერკოს დაშლა. იგი ძალიან მაინტერესებს მეც. იმიტომ რომ ეს მეც არ დამიშლი. არასდროს. კაი, ცოტათი არეული არის. აი, თუ გამოჩნდება, ცენტრი ცოტათი არეული არის. მაგის პატრონია ცოტათი არეული და დანა რო იყოს არეული რა მოხდა. ცენტრი არის ცოტათი არეული და მოდი მაგის გასწორებაზეც რო შემოგთავაზოთ ჩვენი ვარიანტი. ქვითრებზე ხო არ გვეჭხუბებიან? აი, ქვითარი არ. აუ რამე მე წამოიქე რა გიხოცები. რა, დასაჭერლად, აჰა, ფურცელი. მადლობა. ეგ გავერთოთ თქვენ შეებართ. დავიწყოთ დაჭრა. ისა დაშლა. როგორც გითხარით წინა ვიდეოში,
ანუ არ უნდა გადაგიხდეთ ხოლმე რა ზოგი არის ძალიან დაჭერილი იმედია ეს ახლა მარტივად დაიშლება ანუ როდ ჩასვავთ ბუდეში უნდა დააჭიროთ რო არ გადახდეს და უნდა მოეშვას ეს წამოვიდა აჰა წამოვიდა აქ უკვე T6 გვაქვს T6-აც დავაძრობთ შველიებთ არის T6 და ჯერ მოვათავისუფლებ ყველა ვინტს უცბად ჩანართოს ამაში მიცრიან იმას ბაგაუტს და მე ვთვლი რომ უნდა გავცვალო ბაგაუტი ამაში ანუ მე რო ბაგაუტი მივცე და ეს რო გამოვართვა რა ეს იმენა ეს ვერსია რა კი იმიშა შენ ხო მაგაზზე ხარ კი მეც მაგაზზე ვარ მიყვარს ეს და აი გადამიხდა ერთი გავერთე საუბარში ჩემი ბრალია ბოდიში так მიშა თოკზე გიგიმ გამახსენა იცი რას ვაკეთებ თოკები რატო არა გვაქვს მაღაზიაში იცი შენ არა არც გამჩენია კითხვა ელე 1 მეტრი ჩამომიჭერი 2 მეტრი ჩამომიჭერი ბუღალტრულად რანაირად უნდა გავაკეთო რა თქვა ის რულონი ჩამოვიდა უზუსტება მეტრობით ღირდა და არა მაქვს არა გვაქვს მაგიტომ და ესე გადაუწყვიტე ჩამოვიდა ან დავალაგებ სახელოსნოში ვისაც რამდენი გაუხარდება ჭირდება მოგუჭრი იმას და არაფერი არ აღის რა და ქალაქში გადავწყვეტ ზანებში მაგ პრობლემას. ერთი 10 წელს ჩამოვიდა და კაკრას ისიც რო გვექნება ის ფონდი, ჩააგდება ოფშიაქში მიიღოს მონაწილეობას. შვენიერია. ერთი 10-ნაირს გამოვწერ პარაკორდებს რა, სხვადასხვანაირებს და ფაქტობრივად ვისწავლე. როგორ მიყვარს და ეგორის არმაცი ვარ რა. კაი, ადი დავშალოთ. მოდი ვთქვათ, რომ ცენტრის გასწორება გვინდა სიტყვაზე. ამ შემთხვევაში არ ამგონია ეს გაწმენდა და ის იქნი დასუფთავება დავიწყოთ, სხვა დანისთვის ვიყავი გამწყობილი და ეხლა ამისთვის არ გვექნება აქ სპირტი, ბამბა, ყურის ჭხირები და ასე შემდეგ. ის რო გავასუფთავოთ კარგად. ის ნახე გიგი როგორ აქტიურობს, გაწმენდა უნდა დანის. კაი. უყურე და შენ თვითონ გაწმინდა მე რა. ჩანს გიგი კაცში კარგად. გაჭუქებ მე მაგ ზედმეტი არ არის პრობლემა. ხო, ვინტები არის გავრცელებული პრობლემა, აგერ ტერვაზეც ვიფიქრე. თუ ვინმეს გეგულევთ, ვინტებიც რატო არა გვაქვს? ანუ ყველა დანას ჭირდება რაღაცა ინდივიდუალური სპეციფიური ვინტი. მე ვერ ავნახე, რომ თქვათ, ისეთი ნაკრები იყოს, გადავიხდი ფულს, თქვათ, რა უნდა ღირდეს ვინტების ნაკრები $100 ურად გადავიხდი, რომ 5-ით მქონდეს და ეყაროს შიგნით 500, 500 რამდენი ასე სხვადასხვა ვარიანტები. და თუ ვინმეს გეგულევთ მსგავსი ვარიანტი, რომ გაგვიზიაროთ. არა, მაგრამ ცალ-ცალკე იყიდება. ცალ-ცალკე ახლა ამდენივით, ახო, ვერ ნახე, ვერ გადავ. ანუ აი ესეთი ვინტები, ისეთი რომ ბევრ დანაზე წავიდეს. საჯარო თქვა სად არის? არა, მე მითხარი და ხო იმას თუ ვინმე ჩაგვიგდეთ ვარიანტები და გამოვწერ და სახელოსნოში გვექნება რომ ვინტებს მე მივიცემთ ხოლმე. რაღაც $20 ის არის რა. გეტყვი მოკლედ. აი მანახე და თუ მიხეილს კარგი ნაკრები აქვს ვინტების ნანახი, მაგასაც მაგ პრობლემასაც მოვაგვარებთ. თქვენ სანამ დაშლეთ მე გეუცბად. კაი ხანია ბექლოკი არ დამიშლია სიმართლე გითხრა რა. მე მაგით როგორ ხედავ გაჩვენ მეც ვიდეოს უნდა უყურო რა. ეგრე გამოდის. ამის მე იცი რა ვქნათ? აბა. აი კარგი იქნება რომ ადამიანი კრისრივი რო დაშალო, აი მე მიხვდება ადამიანი, რომ აი რა სხვაობა არის. კრისრივიცსაც დავშლით მეგობრებო, განახებთ რატო მიყვარს ეს კრისრივი, ეგრე ძალიან. ჩემის გახსნა არ მინდა ეხლა. აგერ აი შევხედოთ რა, აი ეგეთი პატარების ნაკრები თუ არის, შემხედრია, მაგრამ იცი როგორ ერთი გდია ხოლმე პატარა და მეტი წილი დიდებია ხოლმე. აი კი ბატონო. აი გავიჭედო ეხლა. აი მაგიტო კრისრის მაღალი ის თუ გინდა ხარისხი. გარანტირებულად მაღალი ხარისხი. აი ის ქვია მოკლედ ბენც და დანჩე შენ თუნდაც. კაი.
ამ შემთხვევაში აი ჩამკეთს ვათავისუფლებ რომ ნაკლები ძალა დაადგეს ახლა ღერცს. ხო, ტორქსების მარტო ტორქსების წვრილების სხვადასხვა ვარიანტები, სისქეების, სიგრძეების მიხედვით. ნახოთ. ჩამკეთს ვათავისუფლებ რომ ღერძზე ნაკლები დატვირთვა მოუწიოს და მე ვაწვევი შეგიძლიათ რომ გამოვიდეს, აი გამოძრო კიდევაც. ღერძი გათავისუფლდა მიხეილ. რა სიძახი ანტიპავაროტნი? ანტიპავაროტი. თუ რაღაცა ანტიპავაროტი ხო. რო პრავაროტ თუ პავაროტ. კაი. ხო, რო ეგეც ახსენი რა არის მაშინ. ნუ მოკლედ აი ღერც ძალიან მხნიან აქვს ჩაჭრილი, ლაინერებში შიგნით იგივენაირად ფორმა არის გამოჭრილი, რომ ორივე მხრიდან, ანუ ეს ღერძი იქნება უძრავად და აქედან მხრიდან იქნება მარტო დაჭრილი ვინტი. სხვანაირდანაც ორივე მხრიდან ჭირდება ხოლმე? ხო, ზოგი ისე არის, ზოგი ისე. ნუ ეს ბევრად უფრო ჯობია და მოსახერხებელი არის და აი ბრუნების თემასაც ვინტები რო ეშვება, მაგ თემისგანაც უფრო შედარებით იცავს დანას. აბა გავხსნათ. კაი. ეხლა რა მინდა? აი ფარაიბარები მიშა. ამას რა წყობს მიშა. რანაირად არის ჩაჭედილი. შენ ეს კაი გასაწმენდი. შეხედე რა მხერად ფშხილზე რა ნაგავია ხო. გასაწმენდი არის. აჰა, ამოხდა. всё. ეგ არის მეგობრებო. ჩემი შიგნით просто იმ ლილოს ნაგავსაყრელია. სულ ეს არის მეგობრებო, ჩვენი ბექლოკი. აი ეგ გახსოვს ონტარიოებზე რა იყო ხომ რომ ძრებოდა ის. ჩემ მე რო გამიკეთე მაშინ რა იწვალე? მაგრამ ამას ოდნავ სხვანაირად აქვს მე მგონი. კი. რაღაცა სხვანაირად. ხო, ეს აი თავისი მაშია, კარგად შესული არის, კი და ეს ადვილია კაკრას და ის არის იმენ დამიზნება უნდა და რაღაცა სურავდა ძალიან. კი ბატონო. ნუ რაც უფრო მაღალი დონის არის დანა, აისახება იმაზე კონსტრუქციულად დაშლა აწყობაზე, მით უფრო გამართული არის და მარტივი არის და კარგად მუშაობს. გაუწმინდოთ ხო ბარემ რაღაცა ხელსაყრელს. რამე სალფეტკებს მოვიტან და მართლა გაუწმინდოთ. კაი, პატარა პაუზასავით გვექნება და უცებ სუფთათი დაგიბრუნდებით. დამიბრუნეს. ეხლა. გასამშრალებლად მივეცი მიხელის დანა და აურია. ეგრევე დავაბრალა, ბიჭო. ერთი ბექლოკი ამოვარდა და დაღუპვა, სიმონ. ესე ხდება ხოლმე მეგობრებო ხშირად, სხვათა შორის, რომ ბატონი გიორგი ვაბრალებ იშას. ეგ არის მიშა, ესე იქნებოდა. ეგ არის ჩვენი კონსტრუქცია. ერთადერთი აი ეგრეთ წოდებულ საყელურებზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება მიხეილ და მე დავიმახსოვროთ და შევადაროთ სხვა დანის საყელურებს. მე იცი საყელურებზე მიყვარს დანები, მაგრამ საყელურიც არის და საყელურიც და ამაზე რა აზრის ხარ? ნუ ხარ აზრის უნდა. აი ეს არის მეგობრებო. ხო, არა, იმუშავებს, მაგი კი არა, ზოგი ვაფშე საერთოდ არ უყენია. უბრალოდ ხო იცი რა ადამიანურია, რაც უფრო გრძნობ იმ ხარის, სიმყარეს. აი ბენჩმეით ადამასრუ აქვს. ამასაც ეხლა ძალიან მაგარები აქვს. აქიდანვე ჩანს. მანდედანვე ჩანს. აქიდანვე ჩანს, რა მხელა ისინიც არის. კი ბატონო. მაგიტო არის, რომ ანუ აი საყელურზე რომ დანა კარგად მუშაობს, ეგ კიდე ცალკე დასაფასებელი არის, იმიტომ რომ აი რო დაფიქსდეთ, რამდენი სიბრტყე უწევს ეხლა დანის პირს, რომ თქვათ აი ერთი აქა გვაქვს. თვითონ აი ტარსაც ხო აქვს ანუ ეფერენს, მაგასაც სიბრტყე. აბა რა. ამასაც ხო აქვს სიბრტყე. ამის სიბრტყე, იმის სიბრტყე, შაიბას ორი სიბრტყე აქვს. ორივე მხარე ხო ჯდება, იწყობა და დანისპირის ორი, ანუ მთლიანი რამდენი პაკეტი გამოდის და ეს ყველაფერი ერთმანეთში იდეალურად არის ხოლმე. მე მექანიკაზე აისახება ძალიან კარგად და მე გძნობ რომ რამდენად კარგი ხარისხის არის დანა და აი ამის შემთხვევაში ხო ხვდებით თქვენ რომ ეხლა ესეც ვერ იქნება იდეალურად სწორი, აქაც ეს ლაინერები ვერ იქნება იდეალურად სწორი, აი ესენიც როგორი თხელები არის და შესაბამისად გამოდის ისე რომ თქვათ ისეთი მაღალი დონის შეიძლება არ იყოს, თუმცა
სპაიდერკოვის ფილოსოფია მაინც ცოტა სხვა არის. ინსტრუმენტებს აკეთებს გამართულ ინსტრუმენტებს და ინსტრუმენტისათვის ესეც სავსებით საკმარისი არის. ის ცოტა უკვე ენთუზიასტებისთვის და ისეთი მოყვარულებისთვის არის ხოლმე, თორე რეალურად შეიძლება მეტი არ სჭირდებოდეს ადამიანს. ეხლა ბარემ დაშლილი არის და წეღანა წვეტის ცენტრზე ვსაუბრობდით. აი კრის რივებზე მე შემდეგში დავშლით და კრის რივი რო დამიშლია ხოლმე და რომ მithქვამს რომ აი ნახევარი დანა რო არის და ლუფტი რო არ აქვს და დანისპირი რო ცენტრზე არის. აი ამის შემთხვევაში ეს დეტალები თქვათ იმდენი სიზუსტით რო არ არის, ცენტრის გასწორებაც ჭირდება დანას, იმიტომ რომ ერთი მეორეში არ ჯდება კარგად. ცენტრის გასწორების ვარიანტი ესეთ დანებზე არის ერთ-ერთი ვარიანტი, რა თქმა უნდა, სხვაებიც არის. ნუ არის ის რომ აი აქ ღერძი რო აქვს გაყრილი, დანა რო არის აწყობილი. აი ეს რო წარმოიდგინოთ, აი ეს აქ ხო ღერძი არის, ამ ღერძს რო გადაწევ იქით დანისპირი იქითკენ მიდის. ამ ღერძს რო აქეთ გადმოწევ, დანისპირი აქეთ მოდის და მაგისი ვარიანტი არის ის, რომ აი ამის პატარაზე გადაჭიმვა, გადმოჭევა, აი ორი ცალი ტარის ერთმანეთის სიბრტყეებთან, აი ესე ან იქით გაწევა, ან აქეთ გამოწევა. არ იცოდი? მაგას ავაწყობ და შეგახება. ქაღალდის ჩატენვით და მე ქაღალდის ჩატენვით ეგ ხდება, ეგ ხდება. ხო, გასაგებია. ეგ ხდება ზუსტად, პრინციპი არის ეგ. გასაგებია. კაი, მოდი დავიწყოთ აწყობა და დანარჩენი მე მაგასაც შევხედოთ, რომ პირი გავუსწოროთ ცენტრზე. დანარჩენი სიმართლე გითხრა, მგონია რომ პატარა ამოჭრა დაგჭირდება ვიდეოსი, რომ ძალიან არ გაგვეწელოს და ამოვჭრათ თუ გინდა დავაპაუზოთ. ნუ ნახოთ რამდენად უცება ვაწყობ. კაი. ეს მე მგონი აქეთ იყო, აქეთ ხარეს. ღერძი ამოვაძვნინეთ. საყელურების თემა კიდე ცალკე არის ხოლმე, ბევრს რო უყვარს თავის ჭკუაზე რომ მოიყონოს, მაინც ქარხანაში ესეთ სერიულ კონვეიერზე რო არის, ისე აკეთება. ზოგმა შეიძლება საყელური შეუცვალოს, ზოგმა შეიძლება საყელური მოხეხოს კარგად სიბრტყეზე და ეს იდეალურად გაასწოროს ეს სიბრტყეები. ეხლა ამის მოხეხვა სიმართლე გითხრა გამორიცხული გონია, მე ეხლა იმდენად ბრტყელი არის, ანუ დეფორმირდება აქეთ იქით რა და ზოგს თავის ჭკუაზე მოყავს ხოლმე რომ ეგ მექანიკა გააუმჯობესოს. ეს იმას აქვს სქელი, პარას აქვს სქელი საყელური. ხო. და აი სხვა მაგაზე შეიძლება მაგის გაკეთება. კი ბატონო. так. იმედია მარტივად ვაწყობ, кай ხანი არ დამიწყე ამ პრინციპით, кай. ჩვენ რა გვაქვს ახლა? так. მე განსაკუთრებით მომწონს მომენტი, როდესაც ბატონო გიორგი სტოპ პერიოდს იჭერს ხოლმე, რომ რამე თუ არ გამოვიდა. აუცდი, აცადე. არა საბოლოო ჯამში აკეთებს. მე დარწმუნებული ვარ მაგაში. აცადე. კაი. თავარი მე არ მითხრას დამეხმარეო, თორე ერთხელ გორ მახსოვს ბიჭო რაღაცას რომ ვერ ვსვავდით. კარგი თუ რომ მიყურებთ ამდენი ხალხიო, მარტო ვცხოვრ, რა დანა იყო ეგ 4 კაცი გიყურებდით, მაგრად მახსოვს. ბექლოკის ჩასმა იყო კაკრას. აუ როგორ მინდა გავიხსენო რა დანა იყო. შენი ეს გახსნით ძლივს გავხსენი. ეხლა ჩაждომა. მე მგონი მარტივად ჩავსვი შედარებით მიშა. აი, აჰა. ჩავსვი მიხეილ. ავაწყე. ერთი ეს რამდენად სწორად არის. კი ბატონო, ესეც სწორად არის. თელმთელად. ეს შენს კუბეის ტანტონაშე. ახლა რაღაც ამბებია. გეგი. რა გერია, მომნახე? ის ღერძი პირიქით უნდა იყოს. აჰა. ეგ ამბებია. კაი, მაგას გამოვაძვრენ ახლა ამებს ავაწყობ და იმას ვიზავ. კაი, მოდი დაუჭიროთ ესენი. დაუტოვო რას მიხდება? კაი. ეს ნახე. ეს არის თავი ღერძის იმის დამცავი, რომ პირდაპირ იმასთან არ ქონდეს შეხება. ხო მაგარი დეტალია მიშა. სხვათა შორის ძალიან საჭირო დეტალია. კი, საჭირო დეტალი არის, მაგრამ ქაღალდის. კაი. ახლა მე ამას ავაწყობ და მე ფოლადებზეც უნდა ვისაუბროთ, მიხეილ ცოტა. არ ვიცი, რა ვიცი, აბა როგორც იტყვი. კაი, ნახოთ რამდენი ხანი გამოგვივა ვიდეო და შემიძლია ერთი დროის ხო, ნუ, მას პატარა რჩევასავით ვიტყვი მე ერთ კონკრეტულ საკითხზე. რაღაც ბევრი იმედგაცრუებული კომენტარი შემხვდა და მინდა მაგ საკითხს შევეხო. რაზე? მაგნაკატზე?
ზოგადად მაგნაკაძე მარტო არა, მოკლედ არასწორი მოლოდინები აქვს ამ სუპერფოლადებზე და მაგასთან დაკავშირებით მინდა რომ ვთქვა. აი დღეს მაგალითად მომხმარებელი ყავდა, რომელსაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მაჩეტეებს ბევრად დაბალი დონის ფოლადი რო აქვს, ვიდრე დასაკის დანებს. კაი. ანუ მიყურებდა გადიდებული თვალებით ეს რაც მატყუებს. აბა კი შემხვდა, ჩემნაირი ვაკიზაში, აბა 3 ფოლადზე რა $3,500 იყიდებოდა. ხო, მაგრამ მაგალითად ვაკიზაში კიდე მაჩეტე მაგალითად არ შეხვდება მაქსამედზე, მაჩეტე არ შეხვდება რექსზე, მაჩეტე არ შეხვდება, რა ვიცი, M390-ზე არ შეხვდება. ანუ ამას ხო შეხო ძალიან კარგად იცი რა მიზეზის აქვს. ხო და რატომღაც არ ვიცი, გონიათ რომ რაღაცა რაც კარგად შეხავს, ის არის მაგარი ფოლადი. ხო, ეგ ცალკე სასაუბრო არის. შენ კი იძახთ იმისა, რომ ფოლადზე ვისაუბროთ კონკრეტულად. მე თუ დრო დაგვრჩება მაგაზე, მე მინდა რომ რაღაც ფოლადის თვისებებზე უფრო ვისაუბრო ზოგადად, რომ კიდევ უფრო კარგად გაიგონ მაყურებლებმა. თქვათ რა როგორ მუშაობს და ფოლადზე მეტად რეები არის გადამწყვეტი. მე მაგაზე ვისაუბრები მაგაზე, რა ვიცი. სხვადასხვა ერთი ორჯერ გვაქვს გიო ჩაწერილი ეკეთება. გამეორება ცოდნის დედა. ეგ შეიძლება. ეგ შეიძლება. კაი. მე ამასობაში ესავაწყე. აუ ახლა ამერევა ყველაფერი. გეგი, შემდეგ იმაზე გადმოვიტან ამ ღერს. ეხლა რო არ გამეწელოს, მეორე მხრიდან უნდა ყოფილიყო გამოყოფილი. ჩამოვარდე ვაფშე და რა. ერთი კვირით. საიდან გაგეცდანა? ხო. რაღაცა შეხვდა ვიღაცა სიმონ პაციენტზე შეხვდა ვიღაცა და მაჩუკეო უთხრა და იმათ გაუტეხა და აჩუკას. მოაჯერზე ეკიდა ხო ხელი. კაი ბიჭია ვიძახიან სხვათა შორის მე გამიგია ეგ ამბავი. კაი. მოკლედ აწყობილი არის. აი ხდა ხედავთ რომ აი ხლა რა ლუფტი არ აქვს, ლუფტი შემომოწმე და ცენტრი როგორ არის არეული და ეგ აკრას გავასწოროთ ცენტრი ეგრე. არა, მე მაინტერესებს ღერძის უკუღმა ის რა შეიგრძნობა რა. არა მგონია რამე შეიგრძნობას, უბრალოდ ვიზუალურად რა აქედან არის ყველა ის და ის უკუღმა არის, მეტი არაფერი სხვაობა არ არის და მაგიტომ მე გადაუტან. მეგობრებო, მოკლედ აწყობილი არის დანა, ლუფტი არ აქვს არანაირი და აი პირი ხედავთ როგორი არეული არის. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ესეთი რაღაცა. გვერდითა ვინტებს უშვებთ. დიახ. გვერდითა ვინტები მოშვებული არის და ღერს ვამაგრებთ კარგად და რო გავამაგრებთ, მე გეტყვით რას ვშვებით და რას გვაძლევს ეგ. იმედია ძალიან გადაჭერა არ აწყენს თანას. მენა ქირურგია რა კაროჩე, რა ლაბორატორია. დამოვიცდა გახსნი დანაზე რო შევე მის შემოცადე. ეცა დავკეტო. კაი. კარგად გავამაგრებთ ამ ღერს და ეხლა ამ შემთხვევაში აი ეს პირი რო არის აქეთ, ჩაუყოლებთ ფურცელს და მაქსიმალურად გადავჭიმავთ გვერდზე. ამ შემთხვევაში ვღებულობთ მიშა იგივეს. წეღარაზეც საუბრობდი, რომ ეს ღერძი რო არის გამაგრებული, ჩვენ რო ამას აი ესე ვიკაჩებით, შესაბამისად ღერძიც აი ესე იკაჩება ამორცალ ტარს და გვაძლევს აი იმ ეფექტს, რომ აქეთ წამოვიდეს. ანუ რაღაცა მილიმეტრის რაღაცა მეასედით აი ეს რო ზემოთ ამოიწევს და ეს დაბლა ჩაიწევს, მერე პირი სწორდება. სიმართლე გითხრა, ჩარტყმაც შველის ხოლმე, რომ აი დარტყმით ცოტა გვერდზე წამოვწიოთ ხოლმე. ეხლა ამ შემთხვევაში ესე ვცადოთ. ცოტა ჩაუკაკუნებ კიდევაც და ბატონო გიგი. სხვადასხვა ეს კითხვა მაქვს. რამე ხო არ რო გავიწყდება ხოლმე, ხო არ არის ეგეთი რამ. მაინც სიმთხილეს დავერქება. აგიტო უკაკუნებ ხოლმე? ხო რა გვერდი რა რო თუ რამე ამან ვერ დაძრა რომ ასე წამოიღოს რა აქეთა მხარე. კაი. ეხლა ამ შემთხვევაში თუ დაიძრა ეს გვერდები, უკვე ვამაგრებთ აი მოშვებულ რამდენიმე ვინტს, რომ ესენი თავის ადგილზე დავსვათ. რომ
თავარ ღერს რო გავათავისუფლებთ, ისე უკან აღარ დაბრუნდეს მიშა. მოკლედ თუ ვინმე რამე ვერ გაიგეთ, უკან გადაახვიეთ, ნელა უყურეთ და თან მართლა მარტივი არის, ფერი არ არის აქ რთული. კაი. ესეთი გავამაგრეთ. იმედია გასწორდება. კაი ის მომენატრა ბიჭო, კაი ხანია სახში არ მიჭრია ფურცლები რა. ეხლა გამახსენდა რომ გაქვს გალესილიდან. კი მაქვს 1-3-4 მაქვს და უნდა დაუჭდე. მაქსამეტი შენ ნაჩუქარი არ გამიტესტია ეს და დღეს ხო გადავლეს. მაგარ გავჭერი, მაგრამ ესე არ დავმშდარვა რა და დღეს ეხლა 1 საათი დავუჭდები. ჩემი შვილის ზურგულებს გავანადგურებ. კაი, ამის მოჭერაზეც ცოტა სიფრთხილეა ხოლმე საჭირო რა, რომ თქვათ არა მოწყდეს და ზედმეტად არ იმასქნას. თორე მე იწყება უბედურება. ხო, მე ძნელი არის ძალიან, რომ აი იმის შესაძფერი ზუსტად ის ვინტი და ისინი იპოვო ხოლმე. ამიტომ იყიდეთ კაიზერის დანები, რომელსაც მოყვება თავისი ვინტები, ამას სრული სერიოზულობით ვიძახი. მაგიტო არის, რომ არ იმავშვები ხოლმე მიშა დაშლა აწყობაზეც რამდენიმეჯერ მქონდა, რომ ქარხნიდანვე მოწყვეტილი იყო. ხა და დაშლი და ხედავ, რომ მოწყვეტილი არის და მოხმარებელს ეხლა როგორ უნდა აუხსნა ეგ, რომ თქვათ ქარხანაში მოვიდა თქ და შენებრალი რო არ არის. ისა გადავწყვიტე და ვინტი და მე ვეღარ ვიშოვ. არ სწორდება ახლა. კაი, ჩაკაკუნება შეიძლება კიდევ უშველის რა. რავი, ენდურასთვის ნორმალური არის. წეღან გასწორდება, მან კაკრას აი ის დასაშლელი. წეღან მიდებული იყო და ახლა ნუ გასწორდება. მე მგონი ცენტრზე არის. კაი, ენდურასთვის ნორმალური არის რა. დანარჩენი თუ რამე არის კიდევ მაგრად თუნდაც ცოტა ჩაკაკუნება, რომ ეს სიბრტყეების აიწიოს. Absolutely Mr. George. კაი, ენდურა დავშალეთ ავაწყეთ. მოკლედ სერვისი ჩაუტარე მიშა. ესა ენდურა გაენდურებულა, საენდურეთში ჩაენდურებულა და რა ვიცი, რამდენი წუთია ბატონო გეკი? 35? 35 აბა ვერ მოვასწრებთ ბატონო გიორგი ფოლადებზე საუბარს. მოდი ბაში პატარა სიტყვას ვიტყვი მე ფოლადებზე და დანარჩენი მერე ჩავუღრმავდეთ და მოდი კითხვებით დაგვისვით. კითხვებით დაგვისვით და ერთ რაღაცა ვიდეოს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ფოლადზე და დანებზე რაღაც საინფორმაციო ვისაუბრებთ. ერთი ესეთი თვისება მინდა აუხსნა. ბევრს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გონია რომ თქვათ დანა რაც უფრო ბასრი არის, მით უფრო კარგად ჭრის. და საერთოდ ერთმანეთთან კავშირში არ არის, თქვათ სიბასრე ლესვის ხარისხთან და ჭრის ხარისხთან. ნამდვილად. მაქვს დანები, რომლებიც თქვათ ბასრია, თმას პარსავს და ვერაფერს ვერ ჭრის. მაქვს დანები, რომელიც თმას ვერ პარსავს, სამაგიეროდ ჭრის, მაგრად შევეცდები რომ ერთი მაგალითით აუხსნა, ძალიან ვარ გაგვიგზელდეს დანარჩენი კითხვები დასვით და მე შემდეგ ვიდეოებში რომელიღაცაში მე უკვე უფრო თქვათ დაწვრილებით ჩავუღრმავდებით. რო წარმოიდგინოთ, დანა არ არის ფოლადი არ არის ერთგვაროვანი მასა. რო გაადიდოთ, შიგნით არის სტრუქტურა, გვაქვს რაღაცა შემავსებელი და არის კარბიდები. ბევრს გონია ხოლმე რომ ეს რაღაცა ერთგვარი მასა არის რა და აი შემავსებელი, ნუ რავი მატრიცა არის, ნუ მეტალურგიულ ტერმინებში ესე არ შევალ. აი მაგალითად არის ფოლადი, მაგალითად ჩვენთან რო რელსის საჭირლებს ხმარობენ. დიახ. ძალიან ძნელი გასალესი არის. ძალიან ძნელი ლესვაც ძალიან ცუდი თვისება არის. ანუ ფოლადში არ ფასობს, ანუ როცა რთული გასალესი არის, რთული გამოსაყვანი არის, პირის ფოლადისთვის ძალიან დიდი მინუსი არის. ჩვენთან ბევრს გონია რომ რაც უფრო სადანე ფოლადი. ხო, სადანე ფოლადის ჩვენთან ბევრს გონია რომ რაც უფრო რთული არის ეგრე დამუშავება, მით უფრო კარგი სადანე ფოლადი არის და კარგად გაჭრის. არანაირად კავშირში არ არის, აი ეგეთ მაგალითს აგიხსნით კონკრეტულად მაგ ფოლადზე. რაც არ უნდა მაგრად გალესო მაგის სტრუქტურა აი ესეთი არის, რომ თქვათ კარბიდებიც ნაკლებად არის და თვითონ აი სისალეც იმდენად მაღალი აქვს ჩვენთან როკველი და სიმტკიცეს რო ეძახიან, რომ აი გამოყოფილი არ არის თქვათ კარბიდი თქვათ იმ მატრიცისაგან კარგად. შესაბამისად
რო ავიღოთ, აი K390 მქონდა მიშა ახლა რო არ ყოფნის. ახლა ამის შემთხვევაში გატენილი არის კარბიდებით, მე ეს ფოლადი მიყვარს, მაგრამ არის ძალიან მარტივი გასალესი, აი ძალიან კარგად ილესება. ამდენაზე მინდოდა მესაუბრა, ეს არის თოკების ჭრა რო დავიწყე. მე K390-ია, რო თქვი? K390-ია. K390. თოკებს რო ვჭრიდი ხო, მაგრამ ძველი, ეტალონიდანა. ეტალონი. პირველად მესმის რომ K390. აჰა, K390. ოსიძახი. არ ვიცოდი. აი ხლა ის იმ რელსების საჭრელი დანისაგან განსხვავებით ეს არის ძალიან მარტივად გასალესი. აი კარაქივით ილესება. არა, ამას დასამთავრებელია უნდა გავაძრო და მე კარგი ტარი აირონვუდი მაქვს გამოწერილი ამისათვის ვერ დავადგი თავი. ვისი გაკეთებულია? თუ ისა? ხო. ლიტვინის. არ ვიცი თქო, ეგ არ მახსოვს. ეს მაშინ რო გამოწერე ესა რო გაჭრა ყველაფერი. კი, ეგ მახსოვს, მაგრამ აი ეგ ავტორი არ მახსოვს და ფოლადი არ მახსოვს. ლიტვინია იქ რო ჭრიდნენ იმებს თოკებს რო ჭრიდნენ, იმას თხოვე რომ ერთი დანა მოგვეცი მეთქი მჭრელი. იმიტომ რომ საქართველოში ერთი კოლექციონერმა მოიტანა და არაფერი არ გაჭრა და ბოლოს კომბალს აკეთებდა, იმით გადავადნოფო ამ ყველა დანასა და კომბალს გავაკეთებო. ეგ არ გალესილა რამდენიმე წელია, რავი, რაც მაქვს მიშა. ეხლა უყურეთ როგორ არის. აი ეს არის დანა, რომელიც სიბასრეს კარგავს, მაგრამ მაინც მაგრად ჭრის. ხელს შეიძლება არ პარსავდეს თმას, მაგრამ ჭრის სასწაულად. რის ხარჯზე ჭრის? აი სურათებსაც დავურთავთ. მაგალითად, ეს რო ბლაგდება, რაც არ უნდა დაბლაგდეს, აი ეს შემავსებელი რბილი არის, ის პირველი იცვდება და ზედაპირზე ამოდის სულ კარბიდები, აი როგორც ბურღები რო არის ხოლმე, ხო იცი მიწას რო ბურღავენ, აი ეგეთი რო გაადიდო, ჭრელი პირი აქვს სულ ეგეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, სიბაზრეს კარგავს ის დიამეტრი ამ პირის იზრდება, როგორც იზომება სიბასრე, თუმცა მჭრელი თვისება მაინც აქვს დანას იმ კარბიდების ხარჯზე. და აი ხლა მეორე დანა რო ავიღოთ, თქვათ ის რელსების საჭრელი რო არის. მაგ შემთხვევაში მაგას სისალე რო მაღალი აქვს, სტრუქტურა ეგეთი აქვს, რთულად ილესება, მან კარბიდების ზედაპირზე ვერ აგვაქვს და შესაბამისად ფოლადი ვერ მუშაობს ისე კარგად ჭრაზე. მან ოდნავ დაბლაგდება თუ არა, უკვე აი სტრუქტურა რო არა აქვს შესაფერისი, იწყებს უკვე სრიალს. აი ეგრეთ წოდებულ საპნის ეფექტს რო ვეძახით რა, მიშა. просто აი რაღაცა ეს ანუ აი ეს რა, ის რო არ ჭირდება, გასმა რო არ უნდა რა. რაც მახსოვს ეგეთი გალესილი მქონდა. არა, ეს კაკრას აქ ეხა ქვედა მხარეს არის დაბლაგვებული, მაგრამ აი ძალიან მაგრად ჭირს რა სიძახი. ხო, ნუ სხვაობა არის ჭრების ხარისხში, როცა აი თოკს რო ჭრიდი ხოლმე, აი სხვადასხვა ხმით ჭრიდა ხოლმე. აი ეს იმის ხარჯზე, აი ესეთი აგრესიული პირი რო აქვს, აგრესიული რო არის ფოლადი, ბლაგდებოდა, მაგრამ მაინც მაგრად ჭრიდა და დიდხანს ჭრიდა. და აი მეორე ფოლადი, რომელსაც ის ჭრელი თვისება არ ქონა კარგად. სიბასრე შეიძლება მეტი ქონოდა აი ეს კუთხე ლესვის. მაგრამ ჭრელი თვისება რო არ ქონა, შიგნით კარბიდები არ ქონდა. პატარა ოდნა უკვე დაბლაგდებოდა თუ არა, უკვე ის იწყებდა ხოლმე ეგრევე თოგზე სრიალს. აი, მე მგონი აი ეს რაღაცა მინდოდა რომ თქვა აი სიბასრის თემა გაგვეგო უკეთესად. სიბასრე შეიძლება არის იზომება აი იმ ლესვის, აი პირი რაც არის აი ეს უკვე წიბო იმისი დიამეტრით და ეს დიამეტრი შეიძლება პატარა იყოს, მაგრამ ისე კარგად ვერ ჭრიდეს თუ ფოლადი არ არის შესაფერისი და ამის შემთხვევაში ეს შეიძლება ბლაგდებოდეს, მაგრამ იმდენად აგრესიული იყოს აი ეს წიბო, რომ დაადებ ხორცი იქნება, რაღაცა იქნება, აი კარბიდების ხარჯზე ბევრად უკეთესად ჭრიდეს. შესაბამისად, სიბასრე არ არის მანიშნებელი იმის, რომ დანა დიდხანს გაჭრის, კარგად გაჭრის. მაგიტო არის ხოლმე, რომ ადამიანებს უხსნი, რომ ზოგ-ზოგიერთ ფოლადს, რომელსაც არ აქვს ისეთი კარგი მჭრელი თვისება, მაგალითად როგორც ამას აქვს, მაშინ ჯობია, რომ შედარებით ცოტა უხეში ქვით გაილესოს და უკვე შიგნით პირს რო გავადიდეთ, ახლა ეს ხო სარკესავით არის, იმას უხეში ქვით გალესოს, უკვე ხერხი აქვს. და ის ხერხი ასრულებს უკვე რაღაცნაირად იმ კარბიდების აი ფუნქცია, როლს, ესე ვთქვათ, რომ ის ხერხავს და სანამ აი ეს ხერხიანი დანები რო გვაქვს ხოლმე, სანამ ის ხერხი არ დაბლაგდება ბოლომდე, იმის ხარჯზე უკვე ისიც აგრესიულად ჭრის ხოლმე. შეიძლება აიღო დანა, გადალესო ესე სარკესავით და ძალიან მალე დაიწყოს სრიალი და იგივე დანა აიღო, გალესო უხეში ქვით და ბევრად მეტი გაჭრას. შესაფერისად ახლა ყველა ფოლადს და ყველა დანას ესე ვერ შეურჩევ და სახელოსნოში რომ მოდიან ახლა ყველაზე ვერ ჩაატარებ ექსპერიმენტს, ზოგი ისეა ნაწლობი, ზოგი ისეთია, ზოგი ესეთია. ნუ ეგეთ არც ჭირდება რა, ახლა იქ შეიძლება ვერ შეამჩნიოს სხვაობები. ნუ მარტივად და ცოტა ისეთი კატეგორიის დანებს იმითულესავთ ხოლმე აპარატით, თუ რაღაცა სუპერ ფოლადია მაგარი დანა არის, მე ვუჩევ ხოლმე რომ ხელით გადაილესოს ხოლმე.
ყოველ შემთხვევაში, შევეცადი რომ ეს რაღაცა სიბასრის და ეს ჭრილთვისების მომენტი შეიძლება ისდაგვარად ამეხსნა, სურათებიც რა თქმა უნდა იქნებოდა. დანარჩენი კითხვები თუ რაიმე გექნებათ, დასვით ეგ კითხვების და გაგიზიარებთ. შემდეგ უკვე ფოლადებზე, უკვე ფოლადის თვისებები არის და მაგაზე ალბათ კიდე დავუთმობთ ცალკე ვიდეოებს, რომ თქვათ ზოგ ფოლადს ის თვისება აქვს მეტი, ზოგ ფოლადს ეს თვისება აქვს მეტი. მაგალითად, ახლა K390-ს ჭრელი თვისებაც კარგი აქვს და თაფნესიც შედარებით მეტი აქვს, იმიტომ რომ აი ეს რო წარმოიდგინოთ, აი მიწა რო აიღოთ რაღაცა და შიგნით დიდი ქვები რო არის ხოლმე, აი ესეთი რაღაც რო წარმოვიდგინოთ, რაც უფრო დიდი არის ქვები, აი თაფნეს ეს გვერდი დატვირთვებზე, ის შიგნით ბზარებისთვის უფრო მეტი არის მიზეზი რომ გამოიწვიოს და ეს კარბიდები, თქვათ, რაც უფრო წმინდა არის შიგნით და კარგი და წვრილები არის შესაბამისად, ის მეტად დატვირთვას უძლებს, რომ თქვათ ის ბზარები მეტად არ წავიდეს. აი ესე რაღაც შევეცადი რომ მარტივად ამეხსნა. ძალიან ბევრი ნიუანსი არის ფოლადებზე. ეს ამ შემთხვევაში ჟანგბადი ფოლადი არის, პლუსები ბევრი აქვს, ჟანგბადობა, მინუსი არის. მაგებზეც ვისაუბროთ, რომ ყველამ თავის რაღაც შეძლების დაგვარად იცოდეს, როდის რა ფოლადი ჯობია და ვის რა ურჩევნია. ჩემთვის მაგალითად ჟანგბადობაც თავიდან ძალიან ისე უყურებდი ხოლმე, დანისპირო და ჟანგდება რაღაცნაირად გეგონება, რომ დანაკაფუშდა და გადასაგდები არის. ეხლა ეგრე არ უყურებ, რომ თქვათ რაღაც პატინას რო გაიკეთებ ზოგი და ჟანგდება, მე მიყვარს უკვე რომ თქვათ დანას რაღაცა მოხმარების კვალი რო ეტყობა ხოლმე და სხვანაირად არის. ეგეც ინდივიდუალური არის ალბათ. მოკლედ, რა ვიცი, თუ იქნება საინტერესო შეკითხვები, ანუ მე მინდოდა დღევანდელ გადაცემაში მაგნაკატზე საუბარი, მაგრამ ფიზიკურად დრო არ არის ამისთვის, მაგნაკატი იმსახურებს ცოტა მეტის თვალს და იმ იმედგაცრუებაზე, რაც ბევრი მომხმარებლისგან გამიგია სუპერფოლადებთან დაკავშირებით. თუ კითხვები იქნება, ამ თემაზე ვისაუბრებთ, გიორგიმ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა, მე ძალიან დამაინტერესა, ეხლა როდესაც უსმენდი და ცოტა პრომეტსაც მოვემზადებით. მოკლედ ძალიან მინდა რომ მე გაგიზიაროთ მაგნაკატის ასე ვთქვათ შედარება M390-თან და CPM-20-ვისთან და დაელოდეთ მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ მომავალ ვიდეოებში. მადლობა ყურებით დღეისთვის და დასვით კითხვები კომენტარებში და შეძლებს დაგვაროთ გაგცემთ პასუხს. აბა კარგად, დროებით.